გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ სურა გოცაძე. მინდა მოგიყვეთ ჩემი მეგობრის ამბავი. ჩემი მეგობარი არის მაია, რომელსაც ბავშვობიდან აწუხებს თვალის სიარმე. აი როგორ გითხრათ, საერთოდ ვერ ხედავდა მარცხენა თვალიდან. ძალიან ბევრი ექიმთან ვიყავით მისული, ძალიან ბევრმა დასვა დიაგნოზი, რომ არაფერი არ ეშველებაო. ანუ ზარმაცი თვალი აქვს. კი ბაკატიჩი ვეწოდი. კი ბატონო, განაგრძო. და ანუ ყველა ექიმი გეუბნება, რომ არაფერი არ ეშველება, ტყუილად ადიხართ, ან ტყუილად ყვრიდით ფურსას არ ვთქვათ და გაგვინებებია თავი აყვარებისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც არ დავნებდით. ნახე ინტერნეტში, თუ არ მახსოვს ხოლმე Facebook-ის საშუალებით ნახე მაკა გოგიაშვილის კლინიკა და წამოვედით თბილისში. ამ ადამიანთან გასასინჯად. მოკლედ პირველ შეხვედრაზე, როდესაც ჩატარდა პირველი შეხვედრა, გავსინჯა მაკა ექიმმა და გრადუსები რომ გითხრათ, ანუ 60%-ით გამოვუკეთდა. შეგაწყვეტინებთ ბატონო ზურა. მოდით ჯერ მხედველობა მე ყველა ადამიანს ვამახსოვრებინებ, ხო? მარჯვენა თვალიდან მაიკოს ჰქონდა 100% მხედველობა, ხოლო მარცხენა თვალიდან თუ დაუშვათ მას 10 ხაზი უნდა დაინახა, ის მხოლოდ რამდენნა ბიჭზე ხედავდა? 4 ნაბიჯზე ხედავდა. ნამდვილად. რაც შეეხება გადახრის კუთხეს, რამდენი იყო? 25. 25 ქონდა და მე თვითონაც გაუცებული დავრჩი შედეგით. თქვენ შეამოწმეთ ეს ყველაფერი აპარატურა? კი, მე ვესწრებოდი ამ ყველაფერს. კი ბატონო, და რამდენ ხანში მიიღეთ შედეგი და რაში გამოიხატებოდა ეს შედეგი? შედეგი მივიღეთ 1 საათშივე. ეგ შედეგი, ანუ გრადუსმა უკვე დაიწია, 25-ით იყო რომ მოვედით და 20 გახდა 1 საათში. დიახ. ახლა უკვე სადღაც 2 კვირა არის გასული და მინდა გითხრათ, რომ საოცარი შედეგი დადო ქალბატონმა მაკამ და ახლა არის ანუ 5% არის ახლა. გრადუსი. გრადუსი. კი ბატონო, თუ გახსოვთ, ამასაც ყველას ვთხოვთ ხოლმე რომ დაიმახსოვროს. 5 ნაბიჯიდან რამდენი პროცენტი მოემატა მხედველობა? 60%. 60%, კი. აი, ძალიან გულწრფელად გვიპასუხეთ უღონდ. აი, გიჩერათ, რომ შეიძლება ოპერაციის ნევსის ტკივილის გარეშე, როდესაც ყველა ერთხმად თქვენ გირწმუნებთ იმას, რომ ეს დაავადება არ ინკურნება. აი, ასეთი ან მსგავსი შედეგი მიგეღოთ? არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა არ მეჭირა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმი გეუბნებოდა, რომ ანუ ყველა და ჩამოვცანდით. მე ვნახე ინტერნეტის საშუალებით ანუ შედეგები ქალბატონმა მაგასი და მაგან გადამაწყვეტია. კი ბატონო. მაინც რაღაც იმედი მქონდა დატოვებული და ახლა გამყარდა ეს იმედი ნამდვილად და დიდი მადლობა. ყველას ურჩევ, რომ მოვიდეს ქალბატონ მაგასთან. დიდი მადლობა. აი, რა მაინტერესებს? პროცედურები, ალბათ თქვენი მეგობარი ამაზე მოგიყვებოდათ. არის მტკივნეულო, სახალისო, უმტკივნეულო, დამღლელი თუ სასიამოვნო? არა, სასიამოვნო არის, რა თქმა უნდა. როდესაც ამ შენ მისივე თვალით ხედავდა ამ შედეგს, თვითონაც ბედნიერი იყო და არანაირად გამაწვავებელი არ ყოფილა ეს ყველაფერი. არც ერთი წამალი ან ნემსი საერთოდ არაფერი არ გამოუყენებია. აი, ვიზუალურად ახლობლები, მეგობრები, როგორ ატყობთ ამ შედეგს? სიელმეს არის ისეთი დეფექტი, რომელსაც ხშირად და ძალიან ხშირად არ ჭირდება პროფესიონალი. ატყობენ, არ ატყობენ, როგორ ატყობენ მაიკოს? არა, ძალიან გამოსწორებული არის. თითქმის ერთნაირად უყურება ორივე თვალიდან. ანუ სიელმეს ვიზახი. და ისედაც 60%-ით გამაჯანმრთელებულია. ამას ვინ გეუბნებათ? თვითონ პაციენტი იძახის და თქვენ ახლობლები, მეგობრები? რა თქმა უნდა, ვატყობთ ყველაფერს. აქედან რომ ჩავედით ქუთაისიდან ვარ ჩვენ, რომ დაინახა მისმა ახლობლებმა და ყველამ რო შეხედა, თავიდან არავის არ ჯეროდა. ანუ რა ხდება, ყველა შოკში იყო თითქმის. მაგრამ შესაძლებელია ეს გაიკეთა? როგორ? ეგონათ რომ ოპერაცია გაიგო. კი, ეგ ეგონა რომ როგორ ანუ ერთ დღეში რო უკვე შედეგი დაიდო, ანუ ეგეც გაუცებულები იყვნენ რომ როგორ საიდანო და
ანუ გავაგრძელებთ რა ურთიერთობას თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და გაუმჯობესება და გაჯანსაღება ორი პოზიტიური ცნებაა, მაგრამ ყველას თავისი გზა ყვა გაჯანსაღებამდე, ხო? რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ, ინტერვიუსთვის. ქალბატონო, მაგამ.